რამდენი კომუნისტია გუნდში? კომკავშირული და პარტიული მუშაობა უნდა გაძლიერდეს. დინამო, რომელიც ყველა შესაძლებლობას ფლობდა SSRK-ს ჩემპიონატზე პირველობის მოსაპოვებლად, მეოთხე ადგილს დასჭირდა. ეს აიხსნება არა მხოლოდ ტექნიკური შეცდომებით, არამედ დისციპლინის დაცემით და საბჭოთა სპორტის პრინციპების უხეში დარღვევით. 1953 წლის 3 მარტს ცეკაში თბილისის დინამოს წარუმატებლობაზე მსჯელობდნენ. კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი აკაკი მგელაძე უკიდურესად აღელვებული ჩანდა. თათბირზე წინა წლის შედეგები გაკიცხვის საგნად ქცეულიყო. ზოგიერთი ფეხბურთელი პირად ინტერესებზე ხმამაღლას საუბრობდა და უკმაყოფილებას ვერ მალავდა. გუნდის ხელმძღვანელობა კი თავის დაცვას ცდილობდა. 15 წლის წინ ჩვენი ფეხბურთელები ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებდნენ. რა მოხდა ახლა? რატომ აღმოჩნდით მეოთხე ადგილზე? არ ცხრებოდა მგელაძე. თათბირზე რიგი ქმედით ღონისძიებების გატარება გადაწყდა. დინამოს ხელმძღვანელად ბორის პაიჭაძე დასახელდა. იმ დროისთვის ლეგენდარულ ფეხბურთელს ტრაუმის გამო აქტიური სპორტისთვის თავი დანებებული ჰქონდა. დასასრულს ცეკას პირველმა მდივანმა გუნდი კიდევ ერთხელ სასტიკად გააფრთხილა. დისციპლინისკენ მოუწოდა და ხაზგასმით განაცხადა. პირველი ადგილი, აი მიზანი, რომელიც რესპუბლიკამ დაგვისახა. მოიპოვეთ პირველი ადგილი და დაგხვდებით როგორც გამარჯვებულებს, ღირსებით, ჯილდოებით და პრემიებით. თბილისის დინამოს ფეხბურთელთა გუნდი სავარჯიშოდ ლესელიძეში გაემგზავრა. 1953 წელი. ჩემპიონატის კულმინაციამდე რამდენიმე ხნით ადრე. SSRK-ს საფეხბურთო ჩემპიონატებზე მოსკოვური კლუბების ჰეგემონია პრაქტიკულად შეუვალი იყო. იქ ახლა იყო სხვანაირი ჩაფიქრებული იყო, რომ და არ უნდათ რა ქვია წინ წასულიყავით. ეს მეტი არაფერი. და ყოველთვის ცდილობდნენ რომ როგორმე რა ქვია ჩვენი ახლა ბერიასთან ავტორიტეტის შექმნა აი ჩამოვიყვანა გუნდი და მოგვიგვახშოთ. შესაბამისად, არც ეს სეზონი უნდა ყოფილიყო გამონაკლისი. მით უმეტეს მაშინ, როცა იმავე წლის მარტში საბჭოეთის დიდი ბელადი იოსებ ბესარიონისძე ჯუღაშვილი გარდაიცვალა. ამ ფონზე დინამოს გამარჯვება კრემლისთვის უკიდურესად მიუღებელი იქნებოდა, რამდენადაც ტოტალიტარულ რეჟიმს ნაციონალიზმის გაღვივების სასტიკად ეშინოდა. ამავე დროს დინამო SSRK-ს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ლავრენტი ბერიას სახელთან ასოცირდებოდა, რომელიც სტალინის სიკვდილიდან 3 თვეში დააპატიმრეს. ყველაზე მეტად ბერია იყო დაინტერესებული. ბერია კი იყო გუნდისთვის. ის ძალიან უყურებდა თბილისის გუნდს. ძალიან რომ შეიძლება. და მაგან იყო თვითონ ჩვენი სათამაშო საყურებლად ბერიამ სტალინი მოიყვანა და 15 წუთი სტალინის საყურებინა თამაში, ქართული ბიჭების თამაში. გამოდიოდა, რომ ქართველებს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოეგოთ. მიუხედავად ამისა, სექტემბრისთვის მოსკოვის სპარტაკს ჩემპიონობას მაინც თბილისის დინამო ეცილებოდა. საფეხბურთო სეზონს პირველები თბილისელები ასრულებდნენ. მოსკოვის ტორპედო სახლში თბილისის დინამოს მასპინძლობდა. 4 სექტემბერი. თბილისის დინამო, მოსკოვის ტორპედო. მოსკოვი. დინამო სტადიონი. 19 საათი და 30 წუთი. მატჩს 25,000 გულშემატკივარი ესწრება. თბილისის დინამოს კაპიტანია ავთანდილ ღოღობერიძე. კარს ვლადიმერ მარღანია იცავს. ძნელი იყო რა ქვია ჩემი დარწმუნება, მაგრამ დავბოდი ძალიან. და ფინტი და კალო იყო ცენტრში, პასა გოგობერიძე, ეს რა ქვია გაგნიძე, ეს სასტავის უყურდეს ეს ასლაპარაკობს. საინტერესო თამაში იყო ძალიან. შეხვედრა დინამოელთა გამარჯვებით სრულდება.
ანგარიშით 2-1 მოსკოვის ტორპედო საკუთარ მოედანზე მარცხდება. მატჩის შემდეგ ქართველები ჩემპიონის ტიტულს მიუახლოვდნენ. თბილისის დინამო მოსკოვის სპარტაკს 2 ქულით გაუსწრო. თუმცა უკანასკნელს კიდევ 2 მატჩი ჰქონდა ჩასატარებელი. თუ ორივე თამაშს სპარტაკი ხელსაყრელი შედეგით დაასრულებდა, მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი თბილისელებთან დამატებითი მატჩის დანიშვნა, სადაც ჩემპიონატის ბედი საბოლოოდ გაირკვეოდა. ცხადი იყო, რომ SKKP-ს ცენტრალური კომიტეტის მესვეურებისათვის მოვლენები არასასურველი სცენარით ვითარდებოდა. ქართველების წარმატებას რეჟიმის მწვავე რეაქცია უნდა მოჰყოლოდა. კრემლის პასუხმაც არ დააყოვნა. 6 სექტემბერს ერთადერთი ქართული სპორტული გაზეთი ლელო, რომელიც კვირაში 2-ჯერ გამოდიოდა, პირველ გვერდზე დინამოელთა გამარჯვების შესახებ არაფერს იუწყებოდა. სამაგიეროდ გამოქვეყნდა საბჭოეთის ცნობილ ფლაგმანთა მიმართვა. გულოცავთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ცენტრალურ სახალხო ამხანაგები მალენკოვი და მოლოტოვი ჩინელ კოლეგებს, ამხანაგ მაო ძედუნსა და ჯოუ ენლაის საზეიმო პათოსით იაპონიის მილიტარიზმზე გამარჯვების მერვე წლის თავს ულოცავდნენ. მხოლოდ გამოცემის ბოლოს ერთი მცირე სვეტი მკითხველს ამცნობდა, რომ მოსკოველებმა გაიტანეს მეორე ბურთიც, მაგრამ საჯმა ბელოვმა იგი არ ჩათვალა თამაშგარე მდგომარეობის გამო. თამაშის შედეგი 2-1 მოსკოველებმა გააპროტესტეს. მოსკოველთა გადაწყვეტილება კი პირველად წინა დღით, 5 სექტემბერს, საკავშირო გაზეთ სავეტსკი სპორტის ბოლო გვერდზე დაიბეჭდა. ინფორმაცია საკმაოდ მწირი იყო. არც იმ მეორე გოლზე წერდნენ რაიმეს, რომელიც არ ჩაითვალა. გამოცემა უბრალოდ დასძენდა, რომ ტორპედოს საჩივარს SSRK-ს ჯანდაცვის სამინისტროს ფიზკულტურისა და სპორტის მთავარი სამმართველო განიხილავდა. SSR კავშირის ჯანდაცვის სამინისტროს ფიზკულტურისა და სპორტის მთავარმა სამმართველომ გადაწყვეტილება მალევე მიიღო. მოსკოველთა პროტესტი დაკმაყოფილდა. მიზეზად მსაჯთა შეცდომები დასახელდა. თბილისის დინამოსა და მოსკოვის ტორპედოს შორის განმეორებითი მატჩი 7 სექტემბერს დაინიშნა. ბიჭებმა მე როგორც ბულგარია მომიყვა, გახარებული ბიჭები გავიდნენ ხან არაკში, ხან იმაში რესტორანში და მეორე დღეს მესამე დღეს მოაგროვეს ეს ხალხი და მორა პაჭაზე თუ არის გადამარშება იქნება გადათამაშება და გადათამაშება რო იქნება ყველა მიხვდა რომ მორჩი ამ საქმეს სპარტაკი უნდა გაიყონო პირველ ადგილზე. 7 სექტემბერი მოსკოვი დინამო სტადიონი 19 საათი და 30 წუთი. მაყურებელთა რაოდენობა გაორმაგებულია. მატჩს უკვე 50,000 გულშემატკივარი ესწრება. შეხვედრას არბიტრთა ახალი შემადგენლობა უძღვება. სხვადასხვა გადმოცემით, მსაჯები დინამოს მთავარ მწვრთნელ ბორის პაიჭაძეს მოსალოდნელი შედეგების შესახებ წინასწარ აფრთხილებენ და ბუდიშსაც უხდიან. გამოვიდნენ ბიჭები ესე იგი მოშვებულები ნახდათ იცოდნენ რომ უნდა წააგონ და ისე ითამაშეს და უკვე ტორპედო ახლა გამახსენდა არ უგდებდა ბურთს გაგიდნენ ბიჭებო ითამაშეთ ხოვდა ჩვენ ბიჭებს. არ გამოვიდა ეს თამაში და უკვე წაგვართეს. ნახდა წაგვარეს პოლიტიკური ნახდი ამბავი იყო რომ არ გაუშვეს. სპარტაკი გახადეს ჩემპიონი. მატჩი ანგარიშით 4-1 მოსკოველთა სასარგებლოდ სრულდება. ტორპედოს ბოლშევიკებს არ უყვარდა სპარტაკი საერთოდ იქ ეს ანტაგონიზმი არის და მეორე თამაშზე უკვე რო გადაათ მაშინ მოვიდა უკვე ბევრი სპარტაკის გოლშემატკივარი და даже ვოუ არღანია მომიყვა შეუვარდნენ გასახდელში და იანშინი იყო ეგეთი სახალხო მსახიობის დიდი კაცი იყო იცავდა რა რუშვებდა არავის აი ეს ბავშვი მაშინ იყო უკვე ჩხუბი ამბავი ხრი ბერიევცი და ბეიბერიეცო და რაღაცა ეგეთი რაღაცები იყო. დინამო მარცხდება. რეჟიმი კმაყოფილია. ვნებათა ღელვა ცხრება. ადექ შვილო ირიჟ რაჟამ ზეჩვენს ფანჯებს აფერადებს ერთხელ მაინც ივარჯიშე რომ კუნთები გაგიმაგდეს დილით ვარ ამჯერად ლელოში ლექსები დაებეჭდა. საბჭოური აგიტაცია პროპაგანდის მანქანა რა თქმა უნდა 9 სექტემბერსაც მოწოდების სიმაღლეზე იდგა. გაზეთი არაფრის მთქმელი ინფორმაციით უბრალოდ მოვალეობას იხდიდა. სავეტსკი სპორტი კი შედარებით ენაწყლიანი აღმოჩნდა. გამოცემა წერდა, რომ სპორტის მთავარმა სამმართველომ
4 სექტემბრის მატჩის მსაჯებს საყვედური გამოუცხადა, ხოლო რამდენიმე ფეხბურთელი, მათ შორის ელოშვილი და ანთაძე გააფრთხილა. Инициативой вновь овладевают спартаковцы. საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატზე მოსკოვის სპარტაკმა პირველობა უკვე მეხუთედ მოიპოვა. აშკარა იყო, რომ სპარტაკის წარმატების ზარზე იმით აღნიშნა უხერხულობას იწვევდა. 1953 წლის ჩემპიონზე სავეტსკის სპორტი მხოლოდ რამდენიმე სტრიქონის გამოქვეყნებას დასჯერდა.